დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გრძელდება ჩვენი გადაცემა. უკანასკნელ დღეებში იშხნის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებისა და იქ არსებული დარღვევების შესახებ ახლა სტუდიაში ისაუბრებენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროцოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჟღენტი და ამავე ცენტრის თანამშრომელი და ამავე ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი გუარსაბ ტოგონიძე. დილამშვიდობის მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. თქვენ 2 დღის წინ დაახლოებით დაბრუნდით თურქეთიდან, სადაც თქვენი თვალით იხილეთ იშხანი და იქ მიმდინარე სამუშაოები. აი რა დარღვევები დაგხვდათ, ვიდრე ამას გვეტყოდეთ, თუ შეიძლება რომ გითხრათ რა მიზნით იყავით წასული და როგორ წაადექით, როგორ დაადექით თავზე იქ მიმდინარე სამუშაოებს. ხელნაწერთა ცენტრმა მისმა ხელმძღვანელობამ მეგობართა საზოგადოებამ თანამშრომლებმა გადაუწყვიტეთ, რომ ოშკის ტაძრის შემშენებლობის დაწყებიდან 1050 წლის თავი აგვერნიშნა ოშკში ჩავსულიყავით, მოგველოცა და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის ამ ტაძრის მნიშვნელობა და ზოგადად ტაოკლარჯეთის ტაძრის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ აი ამ მომლოცველობის პერიოდში ბუნებრივია იშხანიც ნახეთ, ჩვენ შევიტყვეთ რომ გარკვეული სამუშაოები დაიწყო, გაგვიკვირდა და სრული ქონდა გვენახა თუ რა ხდებოდა. მაგრამ რომ ავედით იქ ადგილზე ამ რაც ნახეთ ეს იყო საშინელი ბაინით აუწერელი რა, ესე იგი ტრაქტორი, ბულდოზერი მუშაობდა ეზოში ტაძართან ახლოს, თან ვიცით ტაძრის მდგომარეობა, თაღები არის ჩაქცეული, კედლები. ჩვენ ვიდეო მასალაც გვაქვს თქვენს მიერ მოხსენებული. ესე იგი ეს იყო რაღაც აი ძიმე საყურებელი. რა მომხდარა ახლა ბოლომდე ჩვენ ვერ გავერკვიეთ რაღაც როგორ ჩანს კოორდინაციაში იყო პრობლემა თვითონ ამ თურქულ მხარის რესტავრაციის დროს, იმიტომ წესით ეს არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ როდესაც ხელნაწერთა ცენტრში ჩატარდა ტაოკლარჯეთის კონფერენცია, აქ თურქი არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი იყო იშხნის რესტავრაციის რეკონსტრუქციის პროექტი. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზებით შენიშვნები იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო მხარე იყო ჩართული. და აი ესეთი სახით მუშაობის დაწყება, ესე კედლის ჩამოშლა, შემდგომ იქ არსებული მასალის გარეთ გამოტანა. შიდა მიწა მოჭრეს მე რამდენადაც ვიცი კიდევ ხო. ფრესკები. თქვენ იცით რომ რაოდენიმე მნიშვნელობა აქვს, ეხლა მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ წარმოდგენა მაქვს რომ ნებისმიერ ქვას, ნებისმიერ თუ სად არის ის დავარდნილი, რა შრეებია, იქ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს. გატანის თუ გასუფთავების დროს უნდა მოხდეს ფოტოგადაღება, ქვების დანომრვა იქნება ეს თუ ნებისმიერი არტეფაქტის. ამის სრული დარღვევა ვნახეთ აქ, ეს იყო რაღაც წარმოიდგინეთ ყველაფერი ეს ერთობლივად დიდ აი გროვა და აი ესე ბულდოზერით მუშაობა, პნევმატური ჩაქუჩებით და მოკლედ გულსაკლავი იყო ეს ყველაფერი. ბატონო, მე ნიკოლოზ მინდა ვკითხო, ნიკოლოზ მე რამდენადაც ვიცი თქვენ გვიან საღამოს ესაუბრეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ვაგონ ბუბაკუდავას და გაქვთ ბოლო ინფორმაცია, ანუ რა მდგომარეობაა თქვენი მეშვეობით, ანუ ვინც იყავით ამ ჯგუფში ვით შედიოდით, მე რამდენადაც ვიცი და წავიკითხე, გავიცანი ინფორმაციას, შეჩერდა იქ ეს მიმდინარე პროცესი, ხო? აი დღეს საბოლოოდ რა მდგომარეობა გვაქვს, რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? როდესაც ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, ბატონი ბუბა რამდენიმე ენთუზიასტთან ერთად დარჩა ტაოკლარჯეთში, სწორედ იმ მიზნით, რომ განეხორციელებინა მონიტორინგი იშხნის ძეგლზე. ეს არის მათივე ფინანსებით ხდება ეს, მათივე ენთუზიაზმით, არავინ მათ არ ავალდებულებს, ეს არის მორალური ვალდებულება, რომელიც მათ იტვირთეს. გუშინ გვიან ღამეს ვესაუბრე მათ, ისინი მთელი დღის განმავლობაში იყოფებოდნენ იშხნის ტაძარში. შეიძლება ითქვას ერთ-ერთმა ხელოვნებაცოდნემ მათ უწოდა იშხნის მეციხოვნეები, რადგან ისინი იცავენ სწორედ აი ამ ძეგლს შემდგომი განადგურებისაგან და დაზიანებისაგან. ისინი ძალიან გვიან ღამე ვრუნდებიან სასტუმროში და გუშინ ძალიან გვიან ღამე ვესაუბრე მათ. მათ მითხრეს რომ ძირითადად შეჩერებული არის სამუშაოები, თუმცა იმის შემდეგ რაც ჩვენ ეს კადრების შემდეგ როდესაც იქ შევაჩერებინეთ სამუშაოები, ასევე დაგვიკავშირდა სწორედ ის თურქული ფირმა Anfora Mimarlik რესტავრაციო, ვინც დააპროექტა იშხნის ტაძრის რესტავრაცია და მას გითხრეს რომ მათ არავის არ შეუტყობინებენ მათთვის რომ
იგეგმებოდა სამუშაოების დაწყება, წესით ისინი უნდა იყვნენ ზედამხედველები ამ სამუშაოებისა. რა თვითნებურად ხდება ეს ყველაფერი? როდესაც ჩვენ მივედით, ისა მიმართულად მე ვფიქრობ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ რაღაცა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე. აი თუ მოვიდა ადგილზე თქვათ ვინმე კომპეტენტური პირი, თქვენი ყოფნის განმავლობაში თქვათ ძეგლთა დაცვის ადგილობრივი წარმომადგენელი ან ვინმე და თუ გაესაუბრეთ და რა თქვეს თქვათ რა მიზეზით მოხდა რომ ჩვენ მისვლისთანავე რა თქმა უნდა ტაქტის ფაქტორში გამოვხატეთ აღშფოთება და როდესაც უთხარით ახლა ბატონი ბუბა ოფიციალური პირია ახლა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელია და მან მოსთხოვა შეხვედრა ზედამხედველთან მათ დარეკეს და საკმაოდ მალე ალბათ 15 წუთში მოვიდა წარმომადგენელი კულტურის სამინისტროს თუ ერზრუმის ძეგლთა დაცვის სამსახურიდან ძალიან ის ახალგაზრდა კაცი საკმაოდ შეგნებული ტაქტიანი შედგა საუბარი საკმაოდ ვრცელი ბატონმა ბუბამ იქ ადგილზე აჩვენა ის აშკარა და საშინელი დარღვევები რაც წესით არავითარ კანონს არ მორჩია რა მნიშვნელობა აქვს ათხდება ეს აი ყველანაირი ფაქტიური განადგურება და ის ყველაფერში ყველა საკითხში დაეთანხმა და მაშინვე როგორც კი ეს საუბარი და მიმდინარეობდა მაშინვე შეწყდა ჩვენ აი ჩანს კადრები ის ქვები რომლებიც ჩუქურთმიანი ან რაიმ ბათქაშიანი იყო ბევრს ფრესკაც კი ეტყობოდა ჩვენ თავად შევიტანეთ ისეთ შენობაში და მაგრამ ძნელია იქ იმდენი რამე უკვე გადაყრილი იყო რომ გულის წვეტა იყო იქ ახლა უამრავი რამ არის რაც მეცნიერებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი გარკვეული ინფორმაცია უკვე დაკარგულია ამ დაუდევრობით თქვენ გახსოვთ იშხნის ტაძარი იყო გატიხრული დიდი ქვებით და მოხდა იმ ქვების მთლიანად გარეთ გამოტანა ახლა იქ ბევრი ფრესკები ჩამოიშალა კედლის ნაწილი ფრესკები ახლა მე ვერ ვიტყვი რომ კედლებიდან მოხდა ჩამოშლა მაგრამ ის ქვები რომელიც ჩამოსული იყო და ფრესკა ჰქონდა ის გამოიტანეს და ამით დაიკარგა ის ადგილმდებარეობა თუ სად იყო ზუსტად ეს ფრესკა აი ეს ფრაგმენტები აი ეს ალბათ რაც დაიკარგა ახლა იმას რა შევცვლით ყოველ შემთხვევაში მიზანი არის რომ არ შეჩერდეს ეს განადგურება რაც დიდ საფრთხეს შეიცავს თვითონ ტაძარს თუ ეკმება საფრთხე ბატონორსა გარდა იმისა რომ თქვათ იკარგება ის კვალი რომელიც ამ დაუდევრობის შედეგად იქნა გამოტანილი ტაძრის ტერიტორიიდან ზოგადად ტაძარს რა საფრთხე შეიძლება რა თქმა უნდა წარმოვიდგინეთ ახლა ტაძარს რო გამოაცლივ თქვათ მეტრანახევრის ან 2 მეტრის ფენას ის ხო ბუნებრივია სუსტება ის კედელი ისედაც დაზიანებული ისე სასწაულებრივად დგას ის თაღები ჩვენ ხომ არ ვიცით როგორ დაზღვეული ვინ არის ეს არის რაღაც აი შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს შემდგომი ჩამოქცევა თაღების და განადგურება ამიტომ აქ სასტრაფოდ არის გამოსანახი საერთო ენა თურქულ სამეცნიერო წრესთან სახელმწიფოსთან. ალბათ მართლა ღვთისნება იყო რომ ეს შემთხვევით დაადეკით ფაქტობრივად თავზე, თორე შეიძლება და ისე ჩაილო ამ ყველა სამუშაოს რომ ქართულ მხარეს პრინციპში ვერაფერი გაიგო. შეიძლება და ასე მომხდარიყო? არა, უკვე იყო ცნობილი სიუჟეტი გაკეთდა და მეუფეც იყო მეუფე თეოდორე აი ამ დღეებთან დაკავშირებით ჩამოსული. ანუ აი ამ რესტავრაციის ამ პროცესის დაწყების შესახებ იცოდა საქართველოს მაგრამ რა ფორმით მიმდინარეობს არავის არ უნდა ჩვენ ნახეთ ეს პნევმატური ჩაქუჩები და ეს ბულდოზერი და ეს სატვირთო მანქანები პირდაპირ აი ტაძრის დაზიანებული კედლებთან რომ მუშაობდა და ეს ნიკოს თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია თქვა რამდენად მიიღო ამ ყველაფერმა ოფიციალური სახე ანუ რას გულისხმობ სახელმწიფოს მხრიდან თუ მოხდა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევა ოფიციალური განცხადებით კულტურის სამინისტროს დელეგაცია ხვალ 12 აპრილს აპირებს ანკარაში ჩასვლას ასევე ბატონმა პრემიერმა განაცხადა რომ ის მიიღებს ზომებს რომ იშხნის ტაძარი დაცული იქნას და იქ იყვნენ მუშაობდნენ ქართველი მეცნიერები საბედნიეროდ სახელმწიფო არის ჩართული ამ პროცესებში და იმედია დაგვიანებული არ არის აი იმ საისტორიო სიძველეების გადარჩენა, რაც უკვე დაზიანებული არის. მინდა დავამატო თქვენ ბატონ ლორსოს კითხეთ თვითონ ტაძრის მდგომარეობაზე. ეს ფრესკები, რომელსაც თქვენ ხედავთ აგურებზე, ეს არის იმ შიდა კედელის ნაშთი, რომელიც ამოიყვანეს თვითონ თურქებმა, როდესაც იშხანი ითავსებდა მედრესეს ფუნქციას. ეს იყო შიდა კედელი თვითონ ინტერიერში, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქართულ არქიტექტურასთან, თუმცა ისე მოხსნეს ამ მუშებმა, მათ შორის არავინ არ იყო სპეციალისტი, არავის არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, ყველა იყო მხოლოდ საშუალო განათლებით, ისე მოხსნეს ეს უზარმაზარი კედელი შიგნით და ინტერიერიდან
რომ არც ჩაატარეს ანალიზი შეიძლებოდა ეს კედელი ყოფილიყო ერთ-ერთი ბურჯი სხვა კედლებისა. ასევე საკურთხევლის ხარეს ერთი კედელი დაგხვდა მთლიანად შემოშლილი. არ იყო ის კედელი, სადაც კარგ მდგომარეობაში, სადაც შემონგრეული იყო, თუმცა ახლა რომ მივედით, მთლიანად მოშლილი იყო. ჩვენ ერთ-ერთმა ექსპედიციის წევრმა პირდაპირ შეამჩნია ესა და ჩვენ ძალიან ისე ვთქვათ ხიარულად ვეკითხებოდით ამ მუშებს, რომ რაიმე ეჭვი არ აიღოთ ან არ დაემალოთ ჩვენთვის. მათ მოხსნეს თუ არა ეს კედელი და მათ ეს მართლაც კი ნამდვილად ჩვენ მოხსნეთ ეს კედელიო და ესეთი ორგანული ნაწილი იკარგება. ან სამიზეზით ხსნიან ხოთ ასეთ დარღვევებს. ხა მე წეღა მეკითხე რომ ის გამოტუათესობა გამიზნულად შეიძლება დავაყენოთ გამიზნული. აი ბატონი ბოყუდავას ინტერვიუ მოვისმინე რომ ძალიან ცოტა დრო მისცეს ამ კომპანიას. ამ სამუშაოების წარმოებისთვისა და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს რომ თქვა ასე ტენდერში გაიმარჯვა ამ კომპანიამ იმის გამო რომ მათი ყველაზე შეიძლება თქვა საბითუმო ფასებში იყო მათი წინადადება ყველაზე იაფიანი იყო რაც ასევე მოიცავს თვითონ დროის სიმცირესაც 400 დღე აქვთ დასამთავრებლად გუშინ ბატონ ბაბულა მითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ გაჩერებულია სამუშაოები ხარაჩოები მაინც კეთდება გარედან, ანუ ისინი ტესტის დაგდებას არ აპირებენ და ცდილობენ აინაზღაურონ ის დრო, რაც ახლა ამის გამო შეწყდა. თქვენ ხედავთ იმ იატაკს, რომელიც ჩვენ დაფარული დაგხვდა, როდესაც გავიდა სიუჟეტი, რამდენი ერთი დღით ადრე გავიდა ქართულ ტელევიზორში სიუჟეტი ამ იატაკის შესახებ, ჩვენი კოლეგებიც სხვა ჯგუფიდან იყვნენ ასულები, მათაც იგივე შეგვატყობინეს, რომ არანაირი სპეციალისტი არ ესწრება და არ ზედამხედველობს ისხნის რესტავრაციის სამუშაოებს და როდესაც ჩვენ ავიდით ეს მიწა იყო გადაყრილი ამ იატაკის დაბალული იყო. შემდეგ როდესაც ეზრუმიდან ამოვიდნენ ეს ბატონები, სწორედ მათი მითითებით, მათ გაათავისუფლეს მიწისგან ეს ადგილი, მინდა დავამატო ასევე რომ იქ იყო არქეოლოგიური შულფები გაკეთებული, ანუ რას გულისხმობს ეს ეკლესიის იატაკზე უნდა ყოფილიყო რამდენიმე ორმო გაკეთებული, სანამ კულტურულ ფენამდე ჩავიდოდა ეს იყო ან იატაკი ან საფლავი, იქამდე უნდა გაეთხარათ ამ მუშებს და ხოლოდ ამის შემდეგ უკვე გაიგრძელებინა მუშაობა არქეოლოგს. იატაკიც ქვემოთ იყვნენ უკვე ჩასულები, ამონგრეული იყო ეს იატაკი. დიახ, ზუსტად გუმბათის ქვემოთ ეკლესიის ცენტრში იყო გაკეთებული ეს ორმო, სადაც ამოყრილი იყო ძვლები, სავარაუდოდ ეს იქნებოდა რა თქმა უნდა იშხნელიები, რომელიმე ეპისკოპოსის ძვლები, ძალიან ზერელი დაკეთებით მიმოყრილი და ასევე ამ ბატონის მითითებით, ეზრუმიდან მოსული ბატონის მითითებით, მათ ამოავსეს ეს ორმო ჩაღარეს ის ძვლები და თუმცა ჩვენ იშხნის სოფლის შესასვლელში დაგვხვდა სამი უზარმაზარი გორაკი იმ მიწისა და ეგრეთ წოდებული ნაგვისა, რომელიც გაიტანეს ეკლესიის ტერიტორიიდან. პირდაპირ მნიშვნელობით დავიწყეთ ქექვა ამ მიწაში, სადაც ამოვიდა უამრავი ძვალი, უამრავი კერამიკა მოჭიქული, თვითონ იშხნის ტაძრის კანკელის ქვები. მარმარილოსგან უძვირფასესი ნაწილები, რომელიც დღესაც იშხნის შესასვლელში ყრია. ბატონ ბუბამისიც მომახსენე გუშინ რომ მათ დაიწყეს ამ ქვების და საისტორიო სიტუაციების გადალაგება, თუმცა ესეც ხდება სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე. მხოლოდ ჩვენი ეს დელეგაციის წევრები არიან იქ ჯერჯერობით ჩასული. რატომ არ ხდება ქართველი ხელოვნებაცოდნეების და სხვა სპეციალისტების ჩართვა უკვე ამ ეტაპზე, როდესაც აი ხვალ მიდის დელეგაცია და როგორც ვიცი რა არის ეს მაინც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს სხვა სახელმწიფო სიფრთხილეა თუ იქნება ამის ნება ვთქვათ საქართველოს მხრიდან თურქეთიდან რომ მოხდეს ქართველი ხელოვნებაცოდნეების ჩართვა აი ეს უკვე დიპლომატიაზეა დამოკიდებული და ჩვენ სახელმწიფო მოხელეებზე როგორ მოახერხებენ რომ არ მოხდეს დაძაბვა სიტუაცია ყველაზე მთავარი ალბათ თქვენც ეს საოცნებო იყო ყოველთვის ქართველებისთვის ქართველი მეცნიერებისთვის რომ მომხდარიყო ამ ტაძრის რესტავრაცია მაგრამ არა სიფრთხილეა რა საჭირო არა ესეთი ტემპით და ესე არამეცნიერული მეთოდებით მე იმედი მაქვს რომ გამოინახება ეს და ეს იქნება მაგალითი გაკვეთილი თუ როგორ არ უნდა დაიწყოს და შემდგომ ტაძრებსაც რომ იგივე ბედი არ ეწიოს. ხო, ამაზეც მინდოდა ვეკითხა ცოტა დრო გვაქვს ჩვენ 2007 წელს ვარ მე ნამყოფი და გუშინ როდესაც ის კადრები ვნახე რას ვქეთ მოგოწევთ აბსოლუტურად კი მართალია ბევრი წელი გავიდა მაგრამ ძალიან სხვა სიტუაცია არის და შეცვლილია ეკაური მდგომარეობა. აი სხვა ტაძრებზე რა შეგიძლიათ გითხრათ? თქვენ იცით რომ რაც დრო გადადის უფრო მძიმდება მდგომარეობა ფაქტიურად თვის ანაბარ არის ტაძრები მიტოვებული ჩადის წვიმა ყველანაირ ეს ბუნებრივი
ასე ვთქვათ, სტიქია თავისაშვება, ამიტომ საჩქაროა ძალზე და აი ოშკი განსაკუთრებით საერთოდ სასწაულებრივად არის ბევრი გუმბათი შენარჩუნებული. ჩვენ სულ ეხლა ხანს მოვესწარით საშინელებას, როდესაც ხანძთის გუმბათი არ არსებული ჩამოინგრა და რითი ავინაზღაუროთ ეს ესეთი დანაკლისია, რომელიც აი გულსაკლავია და ყოველი დღე არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომ როგორც სახელმწიფო მოხელეებს, ჩვენი ეკლესიის მდემთავრებს თუ ვისაც შესწევს ძალა სამეცნიერო წრეებს, უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ გამოინახოს საერთო ენა და მოხდეს ამ ტაძრების გადარჩენა. და ეს საერთო ენა რამდენად გამოინახება, ეს უკვე ხვალ გახდება, ხო, ცნობილი დელეგაციის ჩასვლის შემდეგ. დიდი მოუთმენლად ველოდებით, დიდი მოლოდინი გვაქვს ამ მოლაპარაკების შედეგებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული. ალბათ უფრო რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობასთან იყო ავიმედოვნე. ჩვენც ასე ვფიქრობთ მაინც ალბათ. გაუგებრობა იყო და გაუგებრობის გამო. კარგია რომ თუმცა ბევრი ინფორმაცია როგორც თქვენ თქვით დაიკარგა ხო სამწუხაროდ. სამწუხაროდ ბევრი მე ერთ გულის ტკივილს გეტყვით რომ რა მოვთხოვოთ ჩვენ თურქეთს, როდესაც ხშირად ჩვენ სახელმწიფოშიც ქართველების მიერაც დაუდევრად ესე ხდება ბევრი რამის დაკარგვა. აი მაგალითად მე შევესწარი მომლოცველთა ჯგუფს, რომელიც დაუკლარჯეთში ჩავიდა და მათი ასე ვთქვათ კეთილი განზრახვა დაელაგებინათ ტაძარი, დაეწმინდა, დაესუფთავებინათ, მოხდა აი ამ ფენის არევდარევა და შემდგომ კვლევისთვის რა თქმა უნდა ხელი შეშლა. ანუ უნდა იყოს როგორც მრევლში, ასევე საზოგადოებაში გაცნობიერება თუ აი არ უნდა ჩაერიონ ისეთ სფეროში, რომელიც არ არის მათი ასე პრეროგატივა და ამით არ შეუშალონ ხელი შემდგომ სამეცნიერო კვლევებს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვედი გვაქვს რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და მადლობა ღმერთს მართლაც ეღანელი სამედმოც თქვა რომ სრულად სხვა მიზნით მოხდით ტაუკვარჯეთში და ძალიან მნიშვნელოვან მომენტს შეესწარით და მადლობა ღმერთს დღეს შეჩერებულია ეს პროცესი და ალბათ ყველაფერი დადებითად გადაწყდება ეს როგორც თქვენც ბრძანეთ ქართულ მხარეზე დიდწილად არის დამოკიდებული თუ რამდენად შედგება ეს დიპლომატიური შეთანხმება და მოლაპარაკება. მაყურებელს შევახსენებ, გადაცემის სტუმრები იყვნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროწოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის თანამშრომელი ნიკოლოზ ჟღენტი და ამავე ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი ბატონი ლუარსაბ ტოგონიძე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ დილის 9-ის ნახევრიდან ამ დრომდე განთიადის სტუდიაში თქვენთვის გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობდით, ხვალ განთიადს კახა მიქიაშვილი და ნინო ბარამიძე გაუწყებიან. მე ვარ წარმატებულ დღეს ვუსურვებ, თქვენ კი ბედნიერ დღეს. და ჩვენ კი სამშაბათამდე ვეშტობებით ელისაბედ. დიდი მადლობა ნახვამდის.